შევიდეს ცვლილება დადგენილებაში, რომელიც თბილისის მერიამ 13 ივნისის სტიქით დაზარალებულ პირებთან დაკავშირებით მიიღო. უმცირესობაში ამბობენ, რომ დადგენილება არასწორი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, რაც ერთი წლის წინ დაზარალებულთა ნაწილს სულ 5 ოჯახს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ნაციონალური მოძრაობა საკრებულოში ორგანიზაცია კონსტიტუციის 52 მუხლთან ერთად მოითხოვს, რომ კომპენსაცია გადაეცეს იმ პირებს, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ და 2007 წლამდე სტიქიის ზონაში ჰქონდათ საცხოვრებელი. შესრულდა თბილისში მომხდარი სტიქიიდან 1 წელი და ადამიანები, რომლებიც ამ სტიქიის ზონაში მოხვდნენ და მიიღეს მატერიალური ზიანი, კიდევ არის დარჩენილი ესეთი სპექტრი, რომელიც არ არის ანაზღაურებული მიღებული ზიანის შესაბამისად. ახალი ინიციატივით მიმართავთ საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტით, რომლის თანახმადაც ვითხოვთ, რომ ადამიანებს და ოჯახებს, რომელთაც 2007 წლამდე, ანუ აღიარების კანონის შემოღებამდე გააჩნდათ წლების მანძილზე საკუთრება ამ ტერიტორიაზე და არ ქონდათ აღიარებული ეს საკუთრება, ადეკვატურად აუნაზღაურდათ ეს ზიანი. ვინაიდან ამ 5 ოჯახზე გავრცელდა სარეკრეაციო ზონა, ანუ მათ ტერიტორიას მინიჭებული ქონდა სარეკრეაციო ზონა 2010 წლიდან, შესაბამისად, სწორედ ეს სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭება, ასე ვთქვათ, შეუქმნა ამ ხალხს პრობლემა კომპენსაციის მიღებასთან მიმართებაში. ანუ რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ 18 დეკემბრის ცვლილების შესაბამისად შეთავაზება გარკვეული სახის კომპენსაციაზე, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის ადეკვატური და სამართლიანი ანაზღაურება. ყველას ვისაც კი ეკუთვნოდა დადგენილი წესის მიხედვით კომპენსაცია, ჩვენ მათ მივეცით და ყველა უზრუნველყოფილია, რაც შეეხება ამ 5 ოჯახს მათ საკითხზე თბილისის მერიაში მუშაობა გრძელდება.